24 დღე დაიწყო ისიდან ყოფილი საპარლამენტო ქალაქიდან ავტოკოლონები თბილისისკენ უკვე დაიძრა მარშით მოემართებიან ქუთაისიდან აქციის მონაწილეები თბილისისკენ და დაანონსებულია რომ 3 საათზე გაბრიაძის თეატრთან შეიკრიბებიან ქუთაისიდან გამოსული აქციის მონაწილეები და ასევე აქ მყოფი ქუთაისელები შეუერთდებიან ამ აქციას ზუსტად 3 საათზე კი დაიძრება ავტოკოლონა გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტის მიმართულებით 10 საათზე წამოვიდნენ ქუთაისიდან აქციის მონაწილეები დედაქალაქის მიმართულებით და მთავარი განცხადება რაც ქუთაისელებმა დღეს გააკეთეს არის ის რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკანონო დაკავებულ ახალგაზრდებს ასევე ქუთაისელებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო ახალ არჩევნებს და ამბობენ რომ პარლამენტი არის არალეგიტიმურია პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც სწორედ ამიტომ ქუთაისიც არის პროტესტის ეპიცენტრში გარდა იმისა რომ კოლონები მოემართებიან თბილისისკენ ასევე დაანონსებულია რომ აქცია იქნება ასევე ქუთაისშიც და ყველა ერთად ახლა მოითხოვს ახალ არჩევნებს უკანონო პატიმრების განთავისუფლებას და ამბობენ რომ ეს პროტესტი იქნება ხანგრძლივი იქნება იქამდე სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიპოვებენ გამარჯვებას არ გაიფორმებენ ამ გამარჯვებას და ამბობენ რომ ახლა ხელისუფლებას ჩართული აქვს სადამშრალო ღონისძიება აკავებენ და სამაგალითოდ სჯიანი ახალგაზრდებს ვინც ქუჩაში გამოდის და ვინც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს სწორედ ამიტომ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ უკვე რამდენიმე დღეა 24 დღეა თბილისში და მთელ საქართველოში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა და ეს ტალღა ამბობენ რომ არ გაჩერდება იქამდე სანამ უკანონო დაპატიმრებულ ახალგაზრდებს არ იხსნიან უკანონო პატიმრობიდან და არ დაახევინებენ ქართულ ოცნებას უკან და არ ჩაანიშნინებენ ხელახალ არჩევნებს. მივდივართ თბილისში ქუთაისელების მარშზე. იმიტომ რომ ქუთაისი თვლით რომ არის ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი, რომელიც არის ღირებული იმ მატერიალური ღირებულებების, რაც არის დასავლეთი. პირველ რიგში მინდა გამოუცხადო სოლიდარობა ყველა დაკავებულს, დაპატიმრებულს, პატრიოტს და მინდა უთხრა ქუთაისელები და მთელი იმერეთი შეუერთდება იმ მარშს, რასაც ქვია პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სიმბოლურად გაბრიაძის ქალაქიდან შევიკრიბებით გაბრიაძის თეატრთან და ჩვენს ჩავერთვებით იმ სახალხო გეგმა გრაფიკში და სახალხო პროტესტში, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში. და ეს არის ხალხის პროტესტი და ხალხი გეგმავს ამ ყველაფერს და ხალხისგან წამოვიდა. შესაბამისად ჩვენს ჩავერთვებით რა თქმა უნდა და შეუერთებით ჩვენს მეგობარ ქუთაისელებს თბილისში ქუთაისიდან. წავალთ, დავიძრებით და 3 საათზე ერთობლივ მარშში მივიდოთ მონაწილეობას თბილისში. პროტესტის 24 დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საპროტესტო აქციაა დაანონსებული 12 საათიდან დაიწყება ეს შეკრებები მარშები პირველი მარში იქნება იუსტიციის სახლიდან ასევე მედიკოსები ანონსებენ შეხვედრას დღეს ყველა სფეროს წარმომადგენელი გამოდის ქუჩაში შეიკრიბებიან მოდის სფეროს წარმომადგენლებიც და მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი იქნება თბილისში დღის ბოლოს კი შეკრების მთავარი ადგილი იქნება საკანონმდებლო ორგანო ძალიან საინტერესოა დღეს ფილარმონიასთან დაგეგმილი შეკრება იქ შეიკრიბებიან მოცეკვავეები და დაანონსებულია რომ დიდი ჯაჭვით ისინი ჩავლენ საკანონმდებლო ორგანოსთან და ასევე თავისუფლების მოედანს დაარტყამენ წრეს მოცეკვავეები ყველა სფეროს წარმომადგენელი ამბობს რომ დიდი ტერორის შანტაჟის ფიზიკური ანგარიშწორების მიუხედავად მათ არაფრის ეშინიათ და დღეს ისინი კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ ამ უშიშრობას და ყველა ერთად ქუჩაში დადგება. საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და მთელი საქართველოდან ჩამოდიან მოცეკვავეები. შევიკრიბებით და ხურუმისვლით მივუახლოვდებით რუსთაველს და ძალიან მინდა რომ თავისუფლების მოედანთან მივიდეთ წრე გავაკეთოთ წმინდა გიორგის ძეგლთან და ასე გამოვხატოთ ჩვენ ქართველმა მოცეკვავეებმა, ვისაც შესაძლებლობა აქვს და საშუალება ასე გამოვხატოთ, აი ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ცდილობენ რომ რაღაც ბრალდება შეგითითხნონ, რაღაცა გაგაჩერონ, შეგანელონ და იმას ვერ ხვდებია რომ ამასობაში ჩვენ კარგი ერთს დაიჭერო, 100 ადამიანს დაიჭერო. იქ დგას 100,000 ადამიანი. რაც არ უნდა სადონ ერთიორობი ჩვენი მოტაცება
უფრო გაუძლიერდებით, მაგით უფრო ნერვები მოგვეშლება, უფრო მეტრნი გამოვალთ. საქართველოს გერბზეც ეგ წერია, ძალა ერთობაშია. და ყოველთვის მაგით ვიგებდით, რომ ერთიანები ვიყავით და ნიღბიანი პოლიციელი შიში რომ მქონდეს, მაშინ იქ აღარ ვიდგებოდი. პროტესტის 24 დღესაც დღეს ქუჩაში რეკორდული რაოდენობის მოქალაქე გამოვა, ზუსტად 7 საათზე შეკრების მთავარი ადგილი იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. პარლამენტთან დღეს კიდევ ერთხელ გამოვლენ მოქალაქეები და მოითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლებას და ასევე ხელახალ არჩევნებს. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.